ინატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა ზუსტად ამ თემით. ჩაიფიქრეთ, ნებისმიერი ადამიანი არ არის აუცილებელი რომანტიკული ასპექტით იყოს ვინმე და ვნახოთ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ენატრებით თუ არა. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ძველი მეგობარი, ძველი ამხანაგი, სადაც გაინტერესებთ. აი ამ დასტით უკვე ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია საჯარო გაშლები. და ვნახოთ, აბა ენატრებით თუ არა. პირველი ვარიანტი, თქვენ ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მეორე ვარიანტი, მოდით ეს არკანი იყოს და ხო, მოდით გქონდეს ორი ვარიანტი ამჯერად. ენატრებით თუ არა. კონცენტრირდით ადამიანზე, კარგად წარმოიდგინეთ ეს პიროვნება. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვექნება, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, აბა და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და უფროსი არკანი მაგია მოვიდა აქ მეგობრებო. რამე მანიფესტაციები, რამე ჯადო შმადოები გააკეთეთ ამ ადამიანზე თუ რა შეასაქმე. რა თქმა უნდა, ხუმრობ მეგობრებო, ყველანაირად ვეწინააღმდეგები ეგრეთ წოდებულ სასიყვარულო მაგიებს. ამასთან დაკავშირებით მიდევს კიდევაც ძალიან ვრცელი ვიდეო. ნებისმიერ შემთხვევაში აქ მე კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ აქ იგრძნობა სულიერი კავშირი, მძლავრი სულიერი კავშირი და თითქოს აქ ორივე თქვენგანი ასე თუ ისე ერთნაირ ემოციებს განიცდით ერთმანეთთან მიმართებაში და ვამატოთ არკანები და ვნახოთ. ენატრება თუ არა პირველი ვარიანტი მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ვნახოთ, აბა ენატრებით. ხმლების ორიანი, პენტაკლების ათიანი. მეგობრებო, კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ცდილობს გაიქცეს, აი გაურბის თქვენთან დაკავშირებით ფიქრებს, ცდილობს რომ ბევრი არ იფიქროს თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ თითქოს მიუწვდომელი ხართ მისთვის. თითქოს მიუწვდომელი ხართ მისთვის რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. არ ვიცი ძალით, ხელოვნურად თუ როგორ, მაგრამ თითქოს მიუწვდომელი ხართ, მაგრამ ადამიანისთვის თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხართ, სხვათა შორის ძალიან დიდი ალბათობით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამას გამოხატავს. ყველას რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია არ ეხება, მაგრამ ადამიანისთვის სავსებით შესაძლებელია ოჯახის წევრის ტოლფასით კი იყოთ, ამიტომაც კი ენატრებით, მაგრამ აი ცდილობს რომ სხვა რაღაცეებზე იფიქროს, პირდაპირ გეტყვით, ცდილობს რომ სულ სხვა რაღაცეებზე გადაიტანოს ყურადღება. კიდევ ვნახოთ, აბა ხმლების ათიანი. ისეთ ახლა მის რეალობაში სულ სხვა რაღაც დატრიალებს, აქ ახლა ადამიანი გინდ გაურბოდეს, გინდ არ გაურბოდეს, სულ სხვა რაღაცეებზე იფიქრება, იმიტომ რომ თითქოს გარკვეული პრობლემების წინაშე დგას, თანაც ნახეთ პენტაკლების ათიანი და ხმლების ათიანი, ხო? ადამიანს ძალიან დიდი ალბათობით აი კი უნდა და გააქცევა თქვენზე ფიქრებისგან, ცდილობს გაექცეს მათ და გამოზდის, მაგრამ გამოზდის არაუნებლიეთ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ სტრესულ პერიოდში არის ახლა. ამიტომაც თქვენთვის უხეშად რომ ითქვას არც ძალიან დიდად თქვენი მონატრებისთვის. კიდევ ვნახოთ, აბა ენატრებით თუ არა. პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ექვსიანი და არკანის სამართლიანობა. აქ მე ვერ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს 24/7-ზე ენატრებით მეთქი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მონატრება აქ ჩანს ამ არკანებიდან გამომდინარე, უბრალოდ ყოველთვის ამისათვის ვერ იცლის. როდესაც ამისთვის იცლის, როდესაც ამისთვის აქვს დრო, ენერგია და რესურსი, ან როდესაც თავად აძლევს ამ ყოველივეს საკუთარ თავს, ამ დროს მისი მონატრება საკმაოდ ძლიერი არის. საკმაოდ ძლიერი არის და ნახეთ შესაძლოა ადამიანი ახლა რაღაც აი საბუთებთან დაკავშირებით გადიოდეს რაღაც პროცესებს, რაღაც იურიდიულ პროცესებში შეიძლება იყოს, შეიძლება
აი რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა რა, რომ აი ახლა თქვენ თითქოს თაროზე ყავხართ გადადებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, კი ბატონო, ენატრებით, როდესაც ახსენდებით ენატრებით, თანაც საკმაოდ ძლიერად, ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე ამას შეიძლება გამოხატავდეს. ნუ ან თუ არ გამოხატავს, ესე იგი ენატრებით, მაგრამ არ გამოხატავს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენი მეორე ვარიანტზე. ენატრებით თუ არა, ხმლების სპაში. ნუ აქ მონატრებაზე მეტად რაღაც გარკვეულ ბრას ვხედავ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ძალიან დიდი ალბათობით თქვენს სოციალურ ქსელებს ასკანირებს, ათვალიერებს, აშკარად აგროვებს თქვენთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციებს. ხო, შეიძლება თქვენ დაბლოკილი ყავდეთ, ახლა ვიცი ბევრი დამიკომენტარებს ალბათ, რომ აი ვიქტორია დაბლოკილი მყავსო და როგორ უნდა მათვალიერებდესო, დამიჯერეთ, არაფერი არ არის შეუძლებელი, შესაძლოა ადამიანი ეგრეთ წოდებული fake account-ით გაათვალიერებდეთ, შესაძლოა მეგობრების პროფილებიდან შემოდიოდეს თქვენს პროფილზე და ათვალიერებდეს, ხო? მაგრამ აქ აშკარად მოდის თვალიერება, დაკვირვება თქვენზე, ინფორმაციების შეგროვება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაღაც პოზიტიური ან მაინც და მაინც ნეგატიური არის მეთქი. მაგრამ დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა ენატრება თუ არა მეორე ვარიანტი. ენატრებით თუ არა თქვენ ხმლების ექვსიანი, ორი არკანი ერთიანად. ხმლების ექვსიანი, პენტაკლების 9-იანი და პენტაკლების 5-იანი. რა ხდება მეგობრებო, ცოტა ბოროტული განზრახვები აქვს ამ ადამიანს? თითქოს აქ ზოგი თქვენგანი ისე უბრალოდ შემოვიდა სანახავად, რომ აი იქნებდა ვენატრები საერთოდო. მაგრამ თითქოს მთლად კეთილის მსურველი პიროვნება არ არის. ძალიან ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ რეზონირდება როგორც შური თქვენი რაღაც ფინანსური, მატერიალური მდგომარეობისა. მაგალითად, შური თქვენი, არ ვიცი, მანქანისა, სახლისა, ვიღაცისთვის იმისა, რომ თქვენ შვილი ყავთ. თუმცა ეს ძალიან მცირედ რაოდენობასთან რეზონირდება. აქ მოდის უფრო მეტად შური, ინფორმაციის შეგროვება და შური, რომ აი მე რატომ არ მიმართლებს როგორც მას უმართლებს, ან თქვენი სილამაზის, ან რაღაც მატერიალური ასპექტის შური არის აქ ძალიან ძლიერი, მეგობრებო. აი ნახეთ, დაზების ტუზი ამოვარდა თავისით, შური. და ნახეთ, მონატრება, ნოსტალგია, რაღაც ასეთი ემოციებიც აქ ფიგურირებს, სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ აი ძალიან მცირედი დოზით, რაღაც აი მეათედი, მეასედი დოზით. კიდევ ნახოთ, აბა რა ხდება პენტაკლების 10-იანი. აი გეუბნებით რაღაც თქვენი მატერიალური ასპექტების შურს ძალიან, ხმლების 7-იანი. ადამიანს უნდა რომ რაღაც თქვენი მიითვისოს, უნდა რომ თქვენი რეალობა მიითვისოს, უნდა რომ მიითვისოს თქვენი, არ ვიცი, გარეგნობა, თქვენი სტილი, შესაძლოა თქვენი ჩაცმულობა, თქვენი სახლი, თქვენი კარ-მიდამო, თქვენი, არ ვიცი, მეუღლე, შვილები, რაღაც კონკრეტული თქვენი წარმატება, რომელიც არის მატერიალური. ძალიან დიდი ალბათობით ეს ეხება რაღაც სახლს ან რაღაც სახლის გარემოს, თუმცა სავარაუდოდ ზოგადად ფინანსურ ენერგიას ეხება ან რაღაც გარეგნობის ასპექტებს, ხო? მაგალითად, თქვენი გარეგნობის შეიძლება შურდეს, თქვენი, არ ვიცი, სიგამხდრის, თქვენი პირიქით რა, თქვენი ფორმების, თქვენი სხეულის შეიძლება შურდეს, თქვენი სახლის, ვისაც გაქვთ მანქანის, ზოგადად იმის, რომ თქვენ რაღაც სამსახური გაქვთ. კი მონატრება აქ არის გარკვეულწილად, მაგრამ გინდ ყოფილიყო, გინდა არა, იმიტომ რომ ნახეთ აქ როგორი ემოციები არის. სულ სხვაგან არის ადამიანი, სულ სხვაგან. ამაზე დაგემშვიდობებით მეგობრებო, წარმატებები და ნახვამდის.